არსებობს ქართული ანდაზები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდება. მაგალითად არსებობს ქართული ანდაზა შეძახილმა ხე გაახმო. რას ნიშნავს? გავშიფროთ კი არა, განვმარტოთ, ხო? თუ ხეს შეუძახებ, რომ ის გასახმობია, როცა იქნება ეს ხე შეძახილებით გახმება. ცხადია შეგვიძლია განზოგადებაც, ხო? და უნდა განვაზოგადოთ კიდეც. მაგრამ არსებობს და ვეთანხმებით თუ არა ამ ანდაზას, ამ ანდაზის შინაარს, პათოსს. დასაკვირველია ვეთანხმებით, უმრავლეს შემთხვევაში ვეთანხმებით, მეთქი ასე ვიტყვი. მაგრამ არსებობს ამის საპირისპირო ანდაზაც, რომელსაც ასევე თუ მთლად გულახდილები ვიქნებით, ჩვენ ვეთანხმებით, განა არა. ეს ანდაზა ამგვარია. შეაყარე კედელს ცერცვი, ანუ რამდენიც არ უნდა ელაპარაკო ხეს კედელს. ხო, ეს ცერცვი ჩამოვარდება, არ მიიკრობს კედელი ამ ცერცვს. ამ ანდაზას ვეთანხმებით თუ არა. გაგიკვირდებათ და ამ ანდაზასაც ჩვენ ვეთანხმებით უმრავლეს შემთხვევაში. ახლა ანდაზებზე რო არ ვილაპარაკოთ და ცოტა რო განვავცოთ. როდის სხვაგვარად ვილაპარაკოთ და სხვა ერთი კონკრეტული თემა განვიხილოთ ყოველ შემთხვევაში ვიდეობლოგის დასაწყისში. იცით თქვენ რომ სწორი მოსაზრება არის ეს, რასაც ახლა მოგახსენებთ, კონტრპროდუქტიულია, როდესაც ჩვენ ვაშეიმინგებთ, ანუ ვარცხვენთ, ან ვამუნათებთ ამა თუ იმ კონკრეტულ პირს, ან პირთა ჯგუფს. ამ ვერსიას ვინც გვთავაზობს, ამ მოსაზრებას ვინც გვთავაზობს, ის პრინციპში მართალია. ისინი ამატებენ შემდეგს, რომ დისტანცია დასაშეიმინგებელსა და დამშეიმინგებელს შორის, ხო, ან დასამუნათებელსა და დამმუნათებელს შორის ამ შემთხვევაში იზრდება. ეს პირი დასამუნათებელი, თუ მაინც და მაინც ხმის ამოღება უნდა განზრახული აქვს, ან მოუნდება მომავალში, თეორიულად მაინც ხმას არ ამოიღებს სწორედ იმიტომ, რომ ის შეარცხვინეს, ის დაამუნათეს, მას უკარნახეს, მას უთხრეს, რომ შენ აქამდე რატომ არ მოგიღია ხმა, შეცუდო კაცო. კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია ცხადია დავასახელოთ და დავასახელებ კიდეც. ვისაუბრებ კიდეც კონკრეტულ მაგალითებზე. სწორი მოსაზრებაა მეთქი, აქ იგითხარით, მიუხედავად იმისა, რომ მეც წამცდენია, ხშირად არ დაგიბალავთ, ხშირად წამცდენია სიტყვა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ცხადია ფრთხილად, ცხადია აწონილ-დაწონილ ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სიფრთხილე გამოვიჩინე თუ არა. მე შემირცხვენი ან დამიმუნათებია კონკრეტული პირები. თვითკრიტიკული ვარ თუ არა, ვარ თვითკრიტიკული. იმიტომ რომ ამ თეორიას პრინციპში ვიზიარებ, რომ დისტანცია მათსა და ჩემს შორის, მათსა და ჩვენ შორის იზრდება გუშინდელი, მაგალითით საკმარის გუშინ იყო, ხო? როდესაც საფეხბურთო ნაკრების მეკარე მამარდაშვილმა თქვა, დაწერა რაღაც სტატუსი, ჩემი აზრით სრულიად უაზრო სტატუსია. ეს მოწოდება რამაც გამოიწვია რისხვა ქართული საზოგადოების ან კომაგის ერთი ნაწილისა და მნიშვნელოვანი ნაწილისა და ჩვენ ვუთხარით მას, რომ ჩვენ შორის უკვე ვსკრულია, ჩვენ ერთი გუნდი აღარა ვართ და ასე შემდეგ და მიიღო არ ვიცი ამდენი პირობითად რაღაც 2000 კომენტარი, საიდანაც 1978 არის უარყოფითი მის მიმართ კრიტიკული, ხო? მის მიმართ, მათ მიმართ კრიტიკული. რაც თავარია, მამარდაშვილი ამის შედეგად, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამის შედეგად კონკრეტული მამარდაშვილი, ან საფეხბურთო ნაკრების უკლებრივ ყველა წევრი ჩაიკეტება. მაღალი ალბათობით. ჩაიკეტებიან და ისინი ხმას აღარ ამოიღებენ, ისედაც არ იღებდნენო, ვინმე იტყვის და მართალიც არის ეს ვინმე, მაგრამ თუ თეორიულად მაინც შეიძლებოდა რომ მათ ხმა ამოეღოთ და ეთქვათ რომ საქართველოს ევროპაა. საქართველოს de facto თუ თავრობა რას აკეთებ, რატომ არ ღვევ ასე ხშირად ადამიანის მოქალაქეების უფლებებს, რატომ მიყავს საქართველოს რუსეთისაკენ და ასე შემდეგ, აი თეორიული შანსი თუ არსებობდა ამის, ამ შერცხვენა შეიმინგის ან დამუნათების კამპანიის შედეგად ისინი ხმას საერთოდ აღარ ამოიღებენ. თეორიულად რაც შეიძლებოდა რომ მოხდარიყო, ის არ მოხდება თეორიულად ჩაიკეტებიან, აქ იგითხარით და კიდე უფრო გაირიყებიან, ასე ვიტყვი,
და მეცაც გეტყვით არა მარტო გაირიღებიან, არამედ აი კახა კალაძემ საკმაოდ ოსტატურად ბანდიტი კი არის, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირა მათ და უთხრა წარმოთქვა პიარშიკები ყავს იმ კალაძეს მეტწილად რუსები ალბათ ან ქართულგვარიანი რუსები და რომლებმაც ურჩიეს კალაძეს რომ კალაძეს მხარი დაეჭირა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის და აკი დაუჭირა კიდეც მხარი და ისიც თქვა რომ ჩვენ მშვიდობას უზრუნველყოფთ და თქვენსკენ ავართო თქვენ ხომ ქვეყნის სამსახურში ხართო და გამოვიდა რომ ჩვენივე თავი დავაზიანეთ. როდესაც ასე 2000 კომენტარში 1778 უარყოფითი კრიტიკული კომენტარი დავახვედრეთ მეკარე გიორგი მამარდაშვილს. ან ზოგადად საფეხბურთო გუნდს. მაგრამ მეც საკუთარ თავზე ვილაპარაკებ ახლა და არა 1777 კომენტატორზე, მეც იმ სტატუსზე მიუწერე მამარდაშვილს და სტატუსზე მიწერას ვინჩივის ორი ვიდეო ბლოგი ჩავწერე ამასთან დაკავშირებით გუშინ, სადაც მამარდაშვილი და საფეხბურთო ნაკრები, აკი გითხარით, გავაკრიტიკე მეთქი, გავაკრიტიკე განა არა, გავაკრიტიკე, იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით იმ მომენტის ემოციით ისინი იმსახურებდნენ კრიტიკას, იმსახურებდნენ. სხვაზეც ვიტყვი, გიორგი მამარდაშვილი ძალიან პოპულარული ფეხბურთელია. ოდიში, ერთი წუთი. პოპულარული ფეხბურთელია, მასზე ნაკლებად პოპულარულია მწერალი კაცია კამორჩილაძე გიო ახვლედიანი და ამ 4-5 დღის წინ ძალიან ფრთხილად მეც კი სხვებზე რომ აღარაფერი თქვა წარმოვთქვი ერთი სიტყვა, ძიმე სიტყვა მისთვის, მე გიოს ვიცნობ, ამიტომ ვიყავი ფრთხილი, მათ შორის ამიტომ ვიყავი ფრთხილი, გულახდილი ვარ ახლა თქვენთან, რომ მე არ მინდოდა რომ მას გულის ტკენოდა, მაგრამ ის კი ვთქვი რომ გიო სალოცვილო, წერლებს იჭერენ, პოეტებს იჭერენ, მსახიობებს იჭერენ, ხელოვან ხალხს იჭერენ, მეცნიერებს იჭერენ, მასწავლებლებს იჭერენ და ასე შემდეგ და შენ მძიმე წონიანი სიტყვა გაქვს. და ერთხელ მე არ გეუბნები რომ აქციაზე უნდა გამოხვიდე, არა, რას ბრძანებ, მაგრამ ერთხელ რომ დაგეწერა სადღაც ინტერვიუ კომენტარი მიგეცა ვინმესთვის და გეთქვა რომ გიო, შენ უნდა გეთქვა რომ იცი რა არის საქართველოს ევროპა, არ შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევა, არ შეიძლება რუსეთში რომ მიაქანებთ ამ ქვეყანას, ეს რო გეთქვა, იქნება და კარგი, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ მე რო ეს თქვი, მეც რომ თქვი, ეს შეიძლება გავზარდე დისტანცია ჩემსა და გიოს შორის, მანძილი ჩემსა და გიოს შორის, საზოგადოების, პროტესტის მონაწილე საზოგადოების, კარგად ვინც გრძნობს ამ დღევანდელობის მთელ დრამატიზმს, ვინც შეიგრძნობს ჩვენსა და გიო ახვლედიანს შორის, რომელსაც თეორიულად შეიძლება და კიდევ ეთქვა, მომავალში ცხადია, თავისი მძიმე ან მსუყე სიტყვა ეთქვა რომ საქართველოს ევროპაა და რასაც ჩადის ეს ბანდიტი ხელისუფლება, ეს არის საშინელება. ამიტომ ეს ალბათ არასწორი, ამ თეორიის მიხედვით არასწორია, მათ შორის ჩემი კრიტიკაც მეთქი ასე ვიტყვი, ასეთია ეს გიო ახვლედიანია, მომწერა ჩემმა ერთმა მეგობარმა, დამწერა კი არა, დაწერა ეს ერთმა ჩემმა მეგობარმა, თუ სთხოვთ მას ერის მამობას, არ სთხოვთ ერის მამობას, კონკრეტულ ერთ ადამიანს ერის მამობას, აბა ვინ იტვირთებს, მეორე თუ მესამე მხრივ, მაგრამ წერალმა რო თქვა, სპორტსმენმა, მასზე პოპულარულმა ადამიანმა, მოქალაქემ რო თქვა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა რო თქვან, იქნება და რამდენადაც ისინი ავტორიტეტები არიან, ბევრიან ზოგიერთი არა საზოგადოებისათვის უცნობი ადამიანი, არა ავტორიტეტული პირი წამოიყვანონ ამ რუსთაველის გამზირისაკენ, ხო, და იმათმაც აიმაღლონ ხმა რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში, იმიტომ რომ მართლა ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებს, მართლა ოღონდ კი არა, აჭარბებთ. ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებს ეს ბანდა ხელისუფლება ქართული ოცნება, უკლებლივ ყველა მისი წარმომადგენელი, ლიდერები, რასაკვირველია, პირველ ყოვლისა თავარ ბანდიტები, თავარზე მთავარი ბანდიტის თავკაცობით, ანუ ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით. მე ეხა გიოზე ვიტყვი კიდევ ორ სიტყვას გიოზე კი არა, სხვა კონტექსტში 19 საუკუნეში ჩვენ ასე ვამბობთ, რომ წერლობამ აიღო საკუთარ თავზე, წერლებმა აიღეს საკუთარ თავზე ერის მამობა. ერის ლიდერობა, საზოგადოების ლიდერობა, ასეც არის, რასაკვირველია.
მე-20 საუკუნეში ნაწილობრივ მაინც ხო ერის მამობა ალბათ არ აუღიათ თლად, მაგრამ წერლის სიტყვა წონიანი სიტყვა იყო. 21 საუკუნეში მწერალს უნდა მოვთხოვოთ კი ჩვენ მწერალს კონკრეტულად. უნდა მოვთხოვოთ ეს ერის ლიდერობა, ხო, ერთის მხრივ კარგად ჟღერს ეს ყველაფერი. მაგრამ რატო არ უნდა მოვთხოვოთ პედაგოგს, რატო არ უნდა მოვთხოვოთ ექიმს, რატო არ უნდა მოვთხოვოთ მოკლედ ინდივიდს და მოგედულად იმისა, რა პროფესიის არის ეს ინდივიდი, მათ რატომ არ უნდა მოვთხოვოთ. კიდევ ერთი ამბავი. იცით თქვენ რომ ამბობენ ასე უშედეგოა საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა კრიტიკაც უშედეგოა. რამდენადაც ისინი რუსები არიან, ისინი ერთ ყურში შეუშვებენ ჩვენს კრიტიკას, მეორე ყურიდან გამოუშვებენ და განაგრძობენ რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციების შესრულებასო. ავიღოთ ნებისმიერ მინისტრი ან ნებისმიერ დეპუტატი. მაგალითად, თეა წულუკიანის კრიტიკა საზრი არ აქვს ამ თეორიის თანახმად. იმიტომ რომ თეა წულუკიანი თავად ვერ შეისმენს, ხოლო თეა წულუკიანი სიავეები კი ბოდიშებთ. ვისაც აქამდე დანახული არ აქვს, ისინი ვერც ჩვენი კრიტიკის შემდეგ ვერ დაინახავენ მის მზაკრობებს, სიავეებს, მის რუსობას და ასე შემდეგ. მაშ ვისთვის ვლაპარაკობთ, ხო? ეს კითხვაც უნდა დავსვათ, რისთვის კი არა, რისთვის ვლაპარაკობთ. თუ ვინმეს დაშეიმინგება, დამონათება არ შეიძლება და არ შეიძლება. თუ ვინმეს კრიტიკა არ შეიძლება, იმიტომ რომ ესეც კონტრპროდუქტიულია შეიძლება და თეა წულუკიანს მართლა ვერ გადმოვიყვანთ ეხლა ვერასდიდებით ჩვენსკენ. თუ ანუ ვერ გავანორმალურებთ თეა წულუკიანს კონკრეტულად და ზოგადად ნებისმიერ დეპუტატს, ნებისმიერ მინისტრს მათ უკვე აირჩიეს ღირებულებითი არჩევანი, მათ უკვე გააკეთეს, მაშ კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ რა აზრი აქვს გიბოდიშებთ რა აზრი აქვს ესეთ კრიტიკას ამ პირებისა და მე ხუთე მხრივ აბა რა გავაკეთოთ. მე 7 მხრივ უკაცრავად აბა რა გავაკეთოთ. არ ვაკრიტიკოთ. კარგი, არ ვაშეიმინგოთ, არ ვამუნათოთ კონკრეტული პირები, რომლებსაც თეორიულად შეიძლება კიდევ აქვთ სურვილი ან შანსი, რომ ჩვენ მხარეს გადმოვიდნენ და დაშეიმინგების შეცხვენის და დამონათების შემდეგ კი კიდევ უფრო ჩაიკიტებიან, მაგრამ რაზე ვწეროთ, მოდი ასე ვიტყვი, თუ ვიდეოები და თუ ტექსტები. და აქ ჩემი მოსაზრებით ერთი უმთავრესი ამბავი უნდა გავიხსენოთ. ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, შეიძლება პერსონალიების დასახელების გარეშე. ავუხსნათ საზოგადოებას, ხელგაწვდენილად უნდა ავუხსნათ საზოგადოებას და არა იმდენად ცნობილებს, რომლებსაც ესეთ უჩვენოდაც იციან, არამედ სწორედაც რომ უცნობებს, რომ გიო ახვლედიანი კი არ არის ცუდი. ან მამარდაშვილი ან ხვიჩაყვარაცხელია კი არ არიან ცუდები. აკი გითხარით მე წამცდენია, მეთქი მათ მიმართ კრიტიკული სიტყვები არ მithქვამს, რომ ცუდები არიან, მაგრამ და შემირცხვენია და მიმუნათებია. არამედ ცუდი არის ეს ხელისუფლება, რომელიც გიო ახვლედიანს აჩუმებს, მომიწია მაინც თქვა. მოკლედ ისეთ ვითარებას ქმნის, როდესაც გიო ახვლედიანს ხმის ამოღება არ შეუძლია, ორიოდე სიტყვის თქმაც კი. წუხვართ, მაგრამ ასეა. ცუდია ეს ბანდა ხელისუფლება, რომელმაც მოკლა ქართული ფეხბურთი. არა, მამარდაშვილმა და ხვიჩაყვარაცხელიამ კი არ მოკლეს, არის ვილისანიული. ეს ერთობა საზოგადოებისა, კომაგისა და საფეხბურთო გუნდისა მამართ მოკლა ამ ხელისუფლებამ, ანუ ბიზი და ივანიშვილმა. იმიტომ კი არა მაინც და მაინც გამოგიყენათ თქვენ, არა, ამისკენაც არ მიმყავს, მაგრამ აღარ არის ხო ეს სინერგია ჩვენ შორის, ეს ენერგია და ეს სინერგია, ურთიერთობა, ეს ქიმია ჩვენ შორის არ არის. აღარ არის. და ამაში ბრალეული თქვენ კი არა ხართ, არამედ არის აი ეს კალაძე, რომელიც დაიცვა საფეხბურთო ნაკრები. ის კალაძე, რომელიც ამ ქვეყანას
ებრძვის და ლაპარაკობს რა მშვიდობაზე, ეს მშვიდობა მის მიერ ხსენებული არის ყალბი და ტოლობის ნიშანია ამ მშვიდობას ქვეყნის დამარცხებასთან. მაგრამ არა მხოლოდ მამარდაშვილს, ვთქვათ, მამარდაშვილს ალბათ ყველაზე ნაკლებად, ან გიუახლედიას, ან ხვიჩაყვარაცხილიას, ან ცნობილებს, ყველაზე ნაკლებად. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და უნდა ავუხსნათ, რომ ამ ხელისუფლებას წოდებული ბანდის უკან არის რუსეთი. ეს რუსეთია, რომ ამათ აკეთებინებს და მაქსიმალურად წვრილად დაღეჭვით, მეთქი ასე ჩავუშალოთ. რას ჩადის კონკრეტულად, რას ჩადის ეს ხელისუფლება და ლოგიკურად თუ ავაწყობთ ერთ რგოლს მეორე რგოლზე გადავაბამთ, მარტივ წინააღმდეგებს თუ წარმოვთქვამთ. მე მიჭირს ხოთაშორის სურთული განწყობილი წინააღმდეგები მიყვარს. ხო, ჩანართები მიყვარს, ქვეწყობილი წინააღმდეგები მიყვარს. თუ მარტივი წინააღმდეგებით ვესაუბრებით, იქნება და მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში, რაიონში, სოფლად მაცხოვრებლები, მათ შორის დედაქალაქში მაცხოვრებლები, იქნება და მეტი და მეტი მოქალაქე წამოვიყვაროთ და იცით რა არის კიდევ სათქმელი? ჩემი ღრმა რწმენით. გავანებოთ თავი 1 წუთს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა თუ არა. იმასაც დავანებოთ თავი რა ჩაიდინა კობახიძემ კონკრეტულად და ზოგადად de facto ხელისუფლებამ გასული წლის 28 ნოემბერს. უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა კრიზისს, როგორც ასეთი არსებულ კრიზისს, აგე თვალსაჩინოება ვერ აღმოფხრის. ანუ რაც უფრო მეტად მართავს, რაც უფრო მეტი ხნის განმავლობაში მართავს, კრიზისი არათუ უფსკრული, არათუ ივსება, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება საზოგადოების ერთ ჯგუფსა და საზოგადოების მეორე ჯგუფს შორის. დაპირისპირება ჩვენ შორის მეზობლებო, ჩვენ შორის მეგობრებო, ჩვენ შორის ძვირფასებო, ან ყოფილო ძვირფასებო, ან კარგებო, ან ცუდებო, ან ჩემზე უკეთესებო, ან ჩემზე უარესებო, ეს დაპირისპირება არის და არა და ჩვენ ერთი მიწაწყალი გვაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ახლა დაპირისპირებული ადამიანებმა, მოქალაქეებმა ამ მიწაწყალზე უნდა ვიცხოვროთ, კრიმინალი უნდა დავამარცხოთ, განათლება უნდა მივიღოთ, ღირსეული ჯანდაცვა უნდა გქონდეს, ღირსეული თავდაცვა უნდა გქონდეს. და ეს ხელისუფლება ვერც ერთს ვერ უზრუნველყოფს. უკეთესი ჯანდაცვა შარშანდელთან შედარებით არა გვაქვს, უკეთესი ინფრასტრუქტურა შარშანდელთან შედარებით არა გვაქვს, უკეთესი განათლება შარშანდელთან შედარებითაც კი არა გვაქვს, უკეთესი თავდაცვა არა გვაქვს, უკეთესი უსაფრთხოება არა გვაქვს და რა გვაქვს? აი, 1 წელია დაახლოებით კი რა, მალე გახდება, ხო? 1 წელი რაც საკანონმდებლო ორგანო უბრალოდ გახდა 26 ოქტომბერს, ბოდიში 28 ნოემბერში ვარ ამერიოს. 26 ოქტომბერს შესრულდა 1 წელიწადი, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდ წოდებული ერთპარტიული პრაქტიკულად პარლამენტი, პრაქტიკულად კი არა, ბოლო პერიოდამდე ერთპარტიული იყო ეს პარლამენტი, არსებობს. როგორ გგონიათ, რა კანონი მიიღო ძვირფასო მოქალაქეებო, რა კანონი მიიღო საქართველოს de facto პარლამენტმა, რომელიც სხვათა უფლებების შემზღუდავი კი არ არის, არამედ ეხება მაგალითად ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და აზღვევის სისტემის გაუმჯობესებას, სოციალურ საკითხებს, ბიუჯეტზე არ ვლაპარაკობ, კონკრეტული კანონი რაღაცის თაობაზე. ყველა კანონი, რომელიც მან მიიღო, არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამკაცრების კანონი. გამკაცრების მუხლები შეცვალა, გაამკაცრა მუხლები. დავსაჯოთ ის, გავაუქმოთ ის პოლიტიკური პარტია, პერსონა, არასამთავრობო ორგანიზაცია, შევზღუდოთ მედია საშუალება. პარლამენტი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ის პარლამენტი იმ ფუნქციას არ ასრულებს. პარლამენტი რა არის? პარლამენტი არის კანონების მიღებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეკლარაციების გამკეთებელი ორგანო. სტრუქტურა და არც ერთი კანონი, რომელიც უკეთეს ეკონომიკას, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს განათლებას, უკეთეს რამეს შეეხებოდა, მათ ამ წამამდე მიღებული არ აქვს. აი ამაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, საკუთარ თავსაც მივმართავ ბლოგერებმა თუ ჟურნალისტებმა თუ სპიკერებმა,
საზოგადოებას. ესე დაღეჭილად მარტივი წინადადებებით უნდა ჩავიტანოთ, მივიტანოთ თითოეულ ინდივიდამდე და რასაკვირველია სრული კონტექსტიც უნდა წარმოვაჩინოთ და ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ამას ესენი მხოლოდ იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ უვიცები არიან, ცხადია, უვიცები არიან, მაგრამ საკვირები არიან, საკვირები ხარიან აგრეთვე, ხო? რასაკვირველია, კიდევ იმიტომ აკეთებენ თუ არ აკეთებენ, უფრო ზუსტი რო იყო, არ იღებენ კანონებს, რომ რუსეთი ეუბნება არ მიიღოთ რამ სუვერენიტეტის განმტკიცებელი უკეთესი ყოფის შემქმნელი კანონი თქვენ თავარია ოპოზიცია დაჩაგდეთ, თქვენ თავარია უფსკრული გააღრმავეთ, თქვენ თავარია ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირეთ და კრიზისია ეს და რაღაცა კრიზისია, სწორედ ამიტომ უნდა გადადგეს მთავრობა, ერთი ამბავია, მაგრამ გადადგეს მთავრობა და პარლამენტმა გადააყენოს ეს მთავრობა რასაკვირველია, მაგრამ ეს პარლამენტად წოდებული ბანდაც უნდა დაიშალოს, ოღონდ ისე რომ დეზავუირება, გაუქმება მოახდინოს ყველა მის მიერ მიღებული კანონისა, ამკრძალავი და შემზღუდავი კანონებისა. ეხლა მე ცხადია გულუბრყვილო კაცი არა ვარ და არ მგონია რომ ამას გააკეთებს რა დარწმუნებულიც ვარ რომ ამას არ გააკეთებს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ხო ბანდიტების სინდიკატი ხუნტა რა ვიცი ბიზინა ივანიშვილის ქვეშ ყოფები ამას არ გააკეთებენ რასაკვირველია იმიტომ რუსეთია მათ ზურგს უკან და ასე შემდეგ მაგრამ საქართველოს მე ვსაუბრობ არა იმაზე ესენი რაც გააკეთებენ არამედ ინდივიდს რაზე უნდა ველაპარაკოთ მოქალაქეს სოფლად რაზე უნდა ველაპარაკოთ და ნაკლებად და ასევე ამ გამოჩენილ ადამიანებსაც უნდა ველაპარაკოთ რომ აი უნდა უთხრათ ხვიჩა კვარაცხელიას მამარდაშვილს რომ ძვირფასო იცი თუ არა შენ რომ კანონები რომლებიც ამათ მიიღეს ყველა კანონი არის ადამიანის დაჩაგვრაზე ორიენტირებული არა ანუ ამოიღებ ხმას მაინც და მაინც მაგრამ კანონები რომლებიც ამათ მიიღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონები რომლებიც ამათ მიიღეს ადამიანის უფლებების შემზღუდავია მედია დაიხუროს კი არა რეგულირებული იყოს სახელმწიფოს მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენში დარჩეს და მესმის რომ ხა ისევ გავამივა დამონათება ამიტომ ვესწრები არ წარმოვთქვა ეს წინადადება ჩვენში დარჩეს და ჩვენს ხო გესმის ხანერად წარმოვთქვა ჩვენს ხო გესმის ეს ყველაფერი და აი ამ შემთხვევაში ძვირფასო ხვიჩა იქნება ამას თუ ეტყვით იქნება და ხვიჩა თქვას რომელიღაც ეტაპზე რომ ხო პრინციპში ეს პროტესტის მონაწილე საზოგადოება მართალია არა თუ გიო ახვლედიანი არა თუ ხვიჩა კვარაცხელიას მამარდაშვილის საფეხბურთო ნაკრები მორაგბეთა ნაკრები კალათბურთელთა ნაკრები პოპულარულები ცნობილები და ასე შემდეგ არამედ ჩემი მოსაზრებით ძალიან რთულია ოღონდ არ ვკაბათო მაგრამ ჩემი მოსაზრებით და ყველაზე ვერ გავრცელდება ეს აქვე ვიტყვი რასაკვირველია მაგრამ რიგით პოლიციელებსაც კი უნდა ველაპარაკოთ ისე რიგით რომლებსაც ბოროტების სხივი არა აქვს თვალებში უნდა ველაპარაკოთ ისე რომ აი ისინი რომელიღაც ეტაპზე თავადვე გადაწყვიტონ ჩვენი გარდახის გარეშე რომ წამოვიდნენ სტრუქტურებიდან დაიცვან ხალხი ან არ წამოვიდნენ სტრუქტურებიდან და დაიცვან ხალხი ბოროტმოქმედებისაგან რომლებიც მათი თანატოლები და მათივე სტრუქტურებში არიან პოლიციის სტრუქტურებში გედედნენ უმრავლეს შემთხვევაში ხო და ამასაც ვიტყვი ბარემ და დავასრულოთ ვიდეო ბლოგი ახეთ ამ ხუთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლედ მე ვერ ვახერხებ ლაივების გაკეთებასაც არ არის ეხლა კატასტროფული ჯანმრთელობის შერყევა კი არა მაქვს უბრალოდ რაღაც მძიმეა და არის ჩემი ფილტვები პირველ ყოვლისა როგორც წეველისა და ეს რაღაც ბრონხიალური ასთმა თუ ბრონხების გართულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თან ვერც გადავაგდე ეს სიგარეტი მეოხერება ბოლოს როცა ვიყავი აქციაზე იქ პერიმეტრზე მყოფ პოლიციელებს ჩაუარე და ესე თავხედურად ვუყურებდი ჩავხედე მათ ბევრს თვალებში ზოგმა თვალი დახარა ზოგმა გვერდზე გაიხედა ზოგმა დაჟინებული მზერა აქეთ მომაპყრო შევატყე რომ ამ უკანასკნელებს შევატყე რომ თავხედები არიან იმიტომ კი არა რომ თვალი არ უნდა გამისწოროს რასაკვირველია თვალიც უნდა გამისწოროს და თუ კანონს დავარღვევ რასაკვირველია დამიჭიროს კიდეც მაგრამ აი ესეთი ბოდიში რუსულისთვის ნაგლები არიან ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან რომ რასაც ჩადიან აკეთებენ ეს სწორია რამეს კი არ სვამენ მაინც და მაინც რაღაც
გამამგელებლებს არა, მაგრამ ასე არიან გაზრდილები, მათ შორის ამ გაზრდილები თუ გამოწვრთნილები ამ ბანდიტების მიერ წუხვარ და ასე. ერთ-ერთთან შევჩერდი, რომელსაც ზერა გაეპარაკე, თვალი დახარა და ასეთი რამე ვკითხე, საკუთარ თავს კი არ ვიქებ, რას ბრძანება, რა ბრძანება, აბადიეთ. მე მეთქი ესე დავიწყე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ლაივშიც არის კამერა მაქვს მიშვერილი, რომ რუსები რომ შემოვიდნენ, მეგონი მეორედ ვამბობ ამას ვიდეო ბლოგში, რომ შემოვიდნენ საქართველოში, შენ იბრძოლებ საქართველოსთვის მეთქი. ცოტა გაეღიმა, ღიმი დაეწყო, ღიმი. მაგრამ არ პასუხობს. მას სხვადასხვა აკრძალულიც აქვს, უმრავლეს შემთხვევაში მოქალაქეებთან კომუნიკაციაში შესვლა, სლადგულახდილებით უვიგდებით. ხო იბრძოლებ მეთქი ამ რუსების წინააღმდეგ მეთქი. კიდევ არ პასუხობს, მაგრამ ღიმი კვლავ დასთამაშებს. მე დარწმუნებული ვარ მეთქი, რომ შენ იბრძოლებ და აქ ვასრულებ თითქოს ამ მონოლოგს, დიალოგს კი არა, მონოლოგს შეძახილს მისი მისამართით და ექვე მომივიდა თავში რომ მეკითხა ამგვარი რამ, რომ შენს ხომ დარწმუნებული ხარ, რომ მე შენთან ერთად ვიქნები მეთქი, შენ წინ პირველი და მე შენ გვერდზე. ეს არ მithქვავს, მაგრამ იგულისხმებოდა აი მომარაგებაზე იმუშავე. მოგამარაგებ ტყვია წავლით, საკვებით, მედიკამენტებით და ასე შემდეგ. შენთან ერთად მოკლედ ვიქნები სანგარში, ავტომატსაც ვისვრი მეთქი. არ მithქვამს ეს, მაგრამ ესეც იგულისხმებოდა და სულ მინიმუმ ის იგულისხმებოდა, რომ მე როგორც პროფესიონალი ახლა ჩემთან შედარებით ცხადია მას დავუჭერ ხარს რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და პასუხობს ერთ იმ სიტყვას ამბობს, რომელმაც მე გულახდილად გეტყვი დამაკმაყოფილა. ეს სიტყვა იყო კარგი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ის პასუხობს ერთადერთი სიტყვა და მე მადლობა გადავუხადე ამ სიტყვის გამო. ხო, ალბათ მეუბნება ის არის ჩემს ლაივებში ეს. ალბათ მე წავიკითხე ასე, რომ მეც ვერ გეტყვი, ჩემო მამისტოლა ვარ ახლა მათთვის, იმ კონკრეტული ახალგაზრდა კაცისთვის მამისტოლა ვარ ნამდვილად, ამდენიც იქნებოდა 20-25 წლის, მეტის არა. ჩემი უფროსი ქალიშვილი 25 წლის არის. ხო, ალბათ მე ესე წავიკითხე, რომ მე ვიბრძოლებ, ანუ თავად იბრძოლებს და მეც ვეგულები გვერდით. მეც ვეგულები თანამებრძოლად. ოღონდ რუსები არ უნდა შემოვიდნენ და რუსები ამ ახალგაზრდა კაცსაც უნდა უთხრა და ბევრს პოლიციის თანამშრომლებიდან, რომ რუსები უკვე შემოსულები არიან. თქვენ ამას გაიგებთ გვიან, მაგრამ ადრე თუ გვიან გაიგებთ თქვენგან პატიოსნები ვინც ხართ, ვინც სკიპზე ხართ და ვინც ახლა კრიმინალს უნდა დაძდევდეთ, აგე 1 საათის წინ გარჩევა იყო ამ უბანში. არ მინდა თქვა რომ ახლა ყამები ამოიღეს და დანები და ერთმანეთი აჩეხეს, მეთქი სკიპზე არ ვიცი, მაგრამ ერთი ხო, თლათ არა სკიპზეც არ იყვნენ, რომ ესეთი რამე გაეკეთებინათ. დაიშალნენ მე. აქვე ყაზბეგის გამზირს. ხო და ესენი კრიმინალებს უნდა შებრძოლებოდნენ, ასე ეგონათ პატიოსნები. და ახლა ერთ მაგარ გოგოს დაძდევენ, რომელიც ჩემს გვერდით იყო, როცა მე ასე ვესაუბრებოდი პოლიციელს ამ 6 დღის წინ, დადგა და თვალებში უმზერდა, ხმას არ იღებდა. უმზერდა. პოლიციელთა 80% თვალს ხრიდა. მე ვაკვირდებოდი თან, ხო? თვალს ხრიდა. არ ეხება ეს ყველაფერი გედედეს, ეხება საპატრულო პოლიციის თან რიგით თანამშრომლებს. ჩვენ გვჭირდება ერთობა, რომ ბიზნესი რომელიც ერთობა ჩვენი აი ამ ყველაფრით რაშიც ვართ, ომონიმია, ერთობა, ხო? ჩვენ ამ ერთობით დავამარცხებთ. ძალიან რთული მისაღწევია ვაღიარებ, მაგრამ უნდა შევძლოთ. მეტი და მეტი მოქალაქე გვჭირდება, მათი დამუნათება კი არა, უფრო არამედ მათთვის ახსნა, რომ გაისიგრძეგანონ რა ჯოჯოხეთში აღმოგვაჩინა ბანდიტმა. და ბანდიტმა ჯოჯოხეთში მართლა აღმოგვაჩინა.